აქ ქმნით სივრცეს ყველა ასაკისთვის. აქ არ ვჭორავთ. აქ არ ვინტრიგნობთ. აქ არ ვკარგავთ ადამიანურ სახეს. აქ ვსაუბრობთ თემებზე, რომელიც ყველა ასაკის ინტერესს მოიცავს. აქ განვიხილავთ საინტერესო და ტაბუდადებულ თემებს. აქ ვსაუბრობთ იმ დეტალებზე, რომელიც ბევრისთვის უცხო და უცნობია. აქ ვსაუბრობთ მათთან და მათზე, ვის შესახებაც თაობებმა უნდა იცოდნენ. აქ ვაკეთებთ ანალიზს და დასკვნებს იმ ადამიანებთან ერთად, ვისი სიტყვაც წონადი და ავტორიტეტულია. ვაკეთებთ აქ, დვალიშვილთან. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ პირველი პოდკასტია ჩათვალე და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ისეთი ადამიანი ჩამეწერა. პირველ რიგში ვინც ჩემთვის უაღრესად ბევრს წარმოადგენს და მეორე რიგში ვისი სახელიც ძალიან ბევრს ნიშნავს. ზოგადად ჩვენ ქვეყანაში, შოთი, მე შევარჩიე. გააკეთე სპორტში და საერთოდ ამ სფეროში დამსახურებაც და გააქვს გემოვნებაც და გააქვს პრიორიტეტი ყოველ შემთხვევაში მინიმუმ ჩემთან და ჩემს ოჯახთან, რომ უმეტესი მადლობა. განსაკუთრებული გამოცდილებაც გაქვს და გაკეთებულიც გაქვს და ურთიერთობიდანაც გამომდინარე შესაბამისად პირველი თუ არ ვიქნებოდი, ალბათ სამეულში ვიქნებოდი, მაგრამ კიდე მადლობა, რომ აუცილებლად პირველი ვარ, ხო? პირველი უნდა ყოფილიყავი აუცილებლად და დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. შეუძლია, პირველი იყოს რა, ყოველ შემთხვევაში, ამიტომ მინდა რომ დავიწყო ესე. შოთა არვეგაძის თვალი დანახული ფეხბურთი. იცი, ხანდახან რო ვფიქრობ ხოლმე ძალიან ბევრი რამე შეიცვალა თქო, უცებ ერთი გუნდი ისევ გამოჩნდება, რომელიც ისევ იმ ფეხბურთთან მიყვანს, რა ფეხბურთიც მე მიყვარს. აი რა წელს დაუშვათ გააკეთა. გახსოვს აი ლივერპულმა თითქოს აი გუნდური ოღონდ აი უფრო გუნდური ვიდრე რაღაც ინდივიდუალური. აი ისე გამოჩნდა აი პარი სენ-ჟერმენმაც აი რომ დაამთავრა ეს მუზეუმის კეთება. ხო, აი მადამ ტუსო რო ქვია მუზეუმს, რომ ეს ჩამოყავდა, სანთლებს აყენებდა, ფოტოები გადაიღეს და როგორც კი დაიწყეს ფეხბურთზე ფიქრი, ხო, შეკრიბეს ჩვეულებრივი ჯგუფი, ახალგაზრდებიც, მშივრები იმ გაგებით, ხო, რა ქვია, ტიტულებით და მწვრთნელი, რომელსაც ამბიცია აქვს და თვითონაც უკვე მიუდგნენ. გადაიღეს ყველასთან უკვე ფოტოები შვილებმაც, შვილიშვილებმაც, ნათესავებმაც, მაისურებიც დაკიდეს, ხო, ისტორიაც რაღაცნაირად შექმნეს და შეუდგნენ საქმეს და ეგრევე გაისროლა, ეგრევე. და აი ამ ფეხბურთმა, ეს ფეხბურთი რო ისვრის, აი როგორც ესპანეთის ნაკრებმა რომ მოიგო ევროპის ჩემპიონატი, ხო? მაინც იქითკენ გეკაჩება, რომ ანუ ყველაფერი უნდა კონდეს, რა თქმა უნდა, გუნდს, ხო? ფიზიკა, სისწრაფე, ატლეტიზმი, ტაქტიკა, ყველაფერი, მაგრამ აი იმას, რასაც ჩვენ ის ფეხბურთს ვეძახით, რაც ჩვენ მოგწონს, ხო? რაღაც აი სხვანაირი დამოკიდებულება ბურთთან. რომ ისევ ბრუნდება რაღაც ეტაპები გადის ხოლმე, მე ისევ ბრუნდება. ოღონდ ბრუნდება გუნდში რა, ერთად ესე ერთი რო გაისვრის ესე არა. ერთი ფეხბურთელის ხარჯზე არა. შესაბამისად, ისევ მაბრუნებს აი იმ რა თვალითაც მინდა რომ დავინახო ფეხბურთი და ვთვლი რომ ესეც უნდა იყოს რა და კარგია რომ დრო და დრო ფეხბურთი ისევ გაახსენებს ყველას რომ ძმებო ფეხბურთი ითავაშეთ და უფრო მეც მოიგებთ ვიდრე დავუშვათ ანტიფეხბურთი. ანტი კი არა, აი რაღაც პრაგმატული ფეხბურთი. შედეგზე ორიენტირებული. ხო, შეიძლება, ანუ შერწყვა ამ შედეგის პრაგმატიზმის და პლუს ლამაზი ფეხბურთის ერთმანეთთან ბოლო წლები ამაზე მეტყველებს რა. კი ბატონო, შოთი, ფეხბურთის ორი მხარე თუ არსებობს ასეთი, აი როგორ შეაფასებდი, აქვს თუ არა ფეხბურთის ორი მხარე?
ანუ გააჩნია საიდან იყურები, შეიძლება სამიც აქვს. ერთი არის ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს და მისი თვალით დანახული, მეორე არის მწვრთნელი და ალბათ მესამე არის მაყურებელი. მაყურებელი არის ალბათ ის, ვისაც ფეხბურთი მოწონს. არის ის, ვინც გულშემატკივრობს და იმის იქით ვერაფერს ვერ ხედავს. ეგეთი თვალით დანახული და არის მწვრთნელი საერთოდ სხვა პროფესია, რომელიც დღის განმავლობაში შენ სამუშაო დროს, რომელიც იწყება ზოგან 7 საათზე, ზოგან 8 საათზე და მთავრდება საღამოს 6-ზე, ხო? ოფისს რასაც ეძახი, იმ რაღაც გარკვეულ რამოდენიმე საათში გაქვს ან ერთი ვარჯიში, ან ორი ვარჯიში და დანარჩენი ყველაფერი ხმარდება ამ ყველაფრის მომზადებას, რა. და არის ფეხბურთელი, რომელიც ნებისმიერ ასაკში, აი იამალის არ იყოს, საბავშვო ბაღივით მოდის იმაში, ამოიცნობს წინდებს, არც ალბათ არც კოჭებს იხوامს, არც არაფერს და გამოდის და ყველაფერი გამოსდის, რა. ჩვენ 2 საათს ვარჯიშობდით და 22 საათს ჩვეულებრივად ცხოვრობდით, ну ესე რომ ვთქვა. ეხლა ამ 22 საათს ცხოვრობ იმისათვის, რომ ეს 2 საათი ისეთი იყოს, როგორიც შეგიძლია. მოდი გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე და მინდა კითხვა აუცილებლად ასეთი რამ. ფეხბურთი ძალიან ბევრი დეტალით შედგება, კარგით, ცუდით, მაგრამ მაინტერესებს შენგან გავიგო ყველაზე დიდი საფეხბურთო იმედგაცრუება და ტკივილი, რაც კარიერის განმავლობაში გადაგიტანია. აი, რასაც დღემდე ფიქრობ და ხდება გულზე. მე მგონი, რომ ალბათ რაღაცას ხო გეგმავ რა, პატარა ხარ, გინდა ეს ოცნება. მე ოდნავ ვიზდები ის, რომ ასრულდა მე მეორე, მე მესამე, მე მეოთხე. მე მგონი, რომ უფრო ესე უფრო მართებული იქნება, რომ ვთქვა, რომ ადამიანმა რომელსაც დაუშვათ ხონდა 10 ოცნება, 8 აუსრულდა. 2 არა. და 2 არა და ხა როგორ რა ნამოსით და სინდისით და ამ ბიჯვარი გადავიწერო ან ლოცვისას ან ავიხედო ზემოთ და ვთქვა, რომ აი რა ქვია 35 წლამდე ვითამაშე, სხვა ჩემს დღეს ვნახულობდი სტატისტიკებს კლუბების რა და დაუშვათ დღემდე 15 საუკეთესო კლუბებში შედის ის 2 კლუბი, სადაც მე ვითამაშია. დღემდე ერთ-ერთი კლუბები არის, რომელსაც აი ეს treble რასაც ეძახიან, შეუსრულებიათ, ანუ თავის ქვეყანაშიც და ევროპაშიც. ეხლა გაკ რეინჯერსში. არა, ეს არის ამას როგორც ეს რა ქვია იმ ჩემპიონატში და პლუს კიდე კლუბს, რომელსაც საერთოდ ევროპაში როგორც დაუშვათ პარი სენ-ჟერმენ შეძლო რეალს არა აქვს. წარმოიდგინე. ხო. წარმოგიდგენია? რეალი არ არის მაქსიაში. ბარსელონა არის, ბაიერნი არის. აიაქსი არის. ანუ რამხელა ოცნებები ამიხთა რა. ეხლა თავის საქებადოთაც ხარ იძახი, იქაც ესე ხო არ ვიყავი სიტყვაზე სხვის ჩანთა ხო არ დამკვირვე. როგორ იყო ბალის წაიღო, ხო? ხო, მაგრამ არა, მაგას თავი, მაგრამ არის ოცნება ეხლა სოფლიო ჩემპიონატზე, დიდ ტურნირებზე მინდოდა, რა თქმა უნდა, მონაწილეობა, მომეგო, დაუშვათ რომელიმე ევროპული თასი. ანუ რისი თქვა მინდა რა, მე ვერ ვიტყვირო, მაგრამ კი აი ფინალი, მაგალითად ერთი ფინალი მაქვს უწაგებული პენლებით. აზრეთი აიაქსი დანჩენო 13 ფინალი მაქვს ნათამაშები და ერთი ფინალი მაქვს წაგებული მარტო. მაგრამ აი ევროპული თასის ფინალი მაგალითად აი კიდე კაი არა მაქვს რა ნათამაშები ეგრო იქამდე რომ ვისულიყავი და რო წამეგო ალბათ გული გამისკევი. იმიტომ რომ აი ხა ევროპის აი ოქროს ბურთი, ბუცი, ხა სასწაული ისინია ხო სამეულის თითქმის სანდამდეც აი ეს ქულებს არ მოაკლებდნენ, სუსამეულში ვიყავი ხომ ერთხელ ჟარდენმა და შირენმა მომიგეს. აი 25 რო შევაგდე იმაში, რა ქვია, აიაქსში იმ წელს და ნუ ხა შირერი და ხო ხდები მაშინ ესე მარტივიც არ არის, ხო? შოთი, ყველაზე დიდი რამ რაც საფეხბურთო კარიერის გამო დაგითმია. მქონია ეგეთი? ალბათ აი ეს ბავშვობა რა 19 წლის ასაკში
ტრაბზონში ცხოვრობდი უკვე და ხა ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ მაშინ აქ სინათლე არ იყო, გაზი არ იყო, უკუნეთი იყო, ავტომატი დარბოდა ყველა, ხოცავდნენ ყველას, რა ვიცი, ქუჩაში რა არ ხდებოდა და შენ ხა ზღვის პირზე ცხოვრობდი რა. მაგრამ ხა ტრაბზონში შენს ხარ ნამყოფი და არ არის რა მარტივი ესე უცებ წახვიდე და ამ ხელა თან მაგასაკში. ხო, მაგასაკში უცებ ჩახვიდე საერთოდ სხვა გარემოში რა. ალბათ მეგობრი ქორწილში არ ვარ ნამყოფია. თითქმის არც ერთი თითქმის ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე არ ვარ ნამყოფი. მე ვიცი რომ შენ ქონდა რაღაცა სადაც რაღაცა თემა იყო და სუფთაფურცელზე მოვაწერე ხელი. მე მგონი თუ არ ვსწრები დეპორტივოს ამბავი. პირიქით სუფთაფურცელი უფრო არ იყო, საკმაოდ კარგად ეწერა. მსუყეთ. მსუყე და კარგად ეწერა. ჩემი ხელშეკრულება 5 წლიანი და მაშინ ეგის დეპორტივოა წარმოიდგინე ბებეტო, მაურო სილვა, ბრაზილიელები რო თამაშობენ და ჩიკი ბეგირის სტაილი ერთ-ერთი საუკეთესო დეპორტივო რა, ალბათ ისტორიაში, ჯუკიჩი უკან დაცვაში, აი ბოლო თამაშზე რო ჩემპიონები ვერ გახდნენ, ჯუკიჩმა რო პენალი გააფუჭა და ბარსელონა რო გახდა და ნუ ტოშაკი იყო ესეთი მწვრთნელი, რეალ მადრიდის მწვრთნელი იყო, მე და აჩის ესე ჩვენ შევხვდით იმაზე, რა ქვია, UEFA-ს თასზე. ხთი აჩის უკვე გაწყვეტილი ქონდა რა, ჯვარედინი და რომ მოვიდნენ ორივე ხელშეკრულება გვედო და რომ დაინახეს აჩი გაგიჟდნენ. როგორო ფეხი გეტკინაო, როდის გეტკინაო და ნუ 1-2 კვირის წინ ქონდა აჩის ეს ნატკენი, ყავარჯენით იყო უკვე და ნუ ეს აჩის ის აიღეს, ხელშეკრულება გამოიწიეს და დამიტოვეს ჩემი ვერც იფიქრეს ალბათ რომ ისა რა ქვია, უარს ვიტყოდი რა. და არც ხა ესე არც ერთი კი ვცადეთ რომ მოდი რახან მზად არის ორივე მოვაწერთ. ოღონდ კონტრაქტი შევიდეს რა ქვია ძალაში როცა ეს ფეხზე დადგება რა. ანუ ფული ეს ყველაფერი მაშინ დღიდან დაიწყო სათვლა რა. ახლა ვერ გავაკეთებთ ეგეთ რაღაცას. რომ ანუ ტრამირებული ფეხბურთელი წავიყვანოთ. ხო და აჩის მაშინ უწევდას უკან დაბრუნია, მაგრამ ტრაბზონს არ გაუგზელებდა მე თუ არ დავრჩებოდი რა. ეგ ულტიმატუმი იყო? ვისი ტრაბზონი? არ იყო. ნუ აი წარმოიდგინე ხა რა, ორნი წავედით, ორნი ვითამაშეთ, ორმა იმას ვქენით, ორმა ამდენი ამ ხელანამე შევქმენით იქა და ნუ უმეტესწილად ხო ბოლოს ნაწილი რაც იყო აჩის უკვე ეს ტრავმა მიღებული ქონდა და თვითონ არ ითამაშებდა ერთი წელი ალბათ 9 თვე. და უმეტესი ამ ხელშეკრულების ნაწილი მე უნდა მეთამაშა ახლის, ხო? რომ მე ვიყავი, ანუ ჯანზე, ხო, ესე რა ვთქვა, ჯანმრთელი და იმას მინიმუმ, ნუ ხა 9 თვე დაჭირდებოდა. ხო. კარგ პირობებში. ერთ წელი დაჭირდა სხვა შორის. მაგ დღიდან. და ნუ აი ხა მაქსოს რო არც მამაჩემს არც დაურეკია, ჯემალი გარეთ გველოდებოდა. წარმოიდგინე, არც ერთ სიტყვა არ უთქვია რა. სულ ასე ხო ფიქრობდა რომ ხა ჩვენ უთხრათ რაღაცა და ამას აერიოს კარიერა ის ნუ მოკლედ ესე ვთქვით რომ ერთ წელი დავრჩით ვითამაშე და ერთ წელიწადში მე უკვე აიაქსში ვიყავი რა, აჩი ბრედაში წამოვიდა, ამ ჩემმა გადაწყვეტილებამ სწორე გადაწყვეტილება იყო რომ აჩი დაბრუნდა, იმკურნალა, ხა თან მაშინ ისე ვიზდროა 95 წელია, ხა ბასეინი და ცივი არ არის რა, ანუ ქუთაისში რომ ბასეინს ხსნიდნენ და წყალი არისო, როლინგებში რომ ასწავლიდნენ, ცურავენ, ისიც არისო. როლინგებიც არისო. ძალიან ყოფილი როა თან ყველა. კი, ბედნიერები არის. 10 წელია დავდივართ. ცურვაზე. უწყლოდ. კარგია, კი. აი უწყლო ცურვა იყო მაშინ რა, სამწუხაროდ რა, ამას ეხა ცოტა ხვდები ირონია. ხო, რა თქმა უნდა. ჩვენ თავზე ვამბობ რა, თორე სხვა არ დავწინი რა. შოთი შენთვისაც და აჩისთვისაც ერთ-ერთი უმთავრესი როლი ვისაც აქვს ალბათ ნათამაშები ეს არის რეზი, ხო, რომელმაც ხო, რეზი იყო იქ, სხვა შორის ტრაბზონში რო რჩებოდით, უკვე მე და რეზი ან აჩი და რეზი უნდოდათ. ანუ ტყუპები კი არ უნდოდათ. ანუ არჩევანი ჰქონდათ 3-დან 2. რეზი იყო და ერთი ტყუპი.
რეზი თქვა რომ თუ რომელიმე თუ თვითონ დარჩებოდა, მაგრამ თუ რომელიმე ტყუპს დაიტოვებთ, მაშინ ესე არ გამოვა. მე არ დავრჩები და ეს ორი დარჩესო რა. ეგ მე რო ჩამოვიდა თბილისში ჩვენ ხო დავრჩით და დამრიგო და კიჭას უთქვიო რომ ბავშვებიო როგორ დატოვეო იქო. ვარ გაგიჟდიო შენ. რას ქვიაო ესე აიღე და დატოვეო. ნუ მოკლედ მე მაგრამ თვითონ უყურე აი შენ გევახსოვრება ჩვენ რო ტრაბზონში წავედით მე 6 თვის მერე დავბრუნდით. კი. ევროვინფილდისთვის და იმისთვის ხო? ეგ იყო აქ თელი გიო, შელო, მე აჩი და რეზი. რეზი კიონლიდან დაბრუნდა. კი, კიონლიდან. ამ სამ გუნდში იყო ეს გიო და შელო იყვნენ იმაში, საარბრუკენში. ხა კიონთან შედარებით რა თქმა უნდა. კიონი ბუნდესლიგა ხო იყო მაშინ? კი, მაშინ. კაცო, კი, და ერთ-ერთი ისეთი რა, კლუბიც და ყველაფერიც. და ჩვენ ტრაბზონშიც რაც ხა კიონთან შედარებით ისევ არაფერი კლუბი არ იყო, ხო? და რო წამოვედით ყველაზე მეტად მაინც რეზი დაიჩაგრა, იმიტომ რომ უკან ვერ მიბრუნდა. მან მე მახსოვს რომ პირობა კი არა უბრალოდ რეზის აქ ნათქვამი რომ ჩემ ქვეყანას ჭირდება, ტყუპები ბრუნდებიან, ბიჭები ბრუნდებიან. ხო, არა, ეგ პირობა იყო, რომ ხუთივე ხა წახვალ აღარ დაბრუნდების ამბავი. ხო, არა, ხა უკანის ხა ცეხი ხო არ არის, რომ ხვალ ეგრევე. მე ხა სხვა დროს დიდხანს დაჭირდა უკან მიბრუნება რა. ხო. მე ხელენში წავიდა იმაში, მაგრამ ხა კიონიდან ესე რომ აიღებ ჩანთას წამოხვალ, ჩვენ დავბრუნდით ტრაბზონში, გიო 1 წლის მერე მანჩესტერში წავიდა. და მე მგონი შელო ალანიაში თუ არ ვწდები, ჩემპიონები გახდნენ, გახსოვს? ხო და აი რეზი მაგათად ვეღარ წავიდა ისე, როცა ალბათ ერთ-ერთი იყო გერმანიაში, იმათ გოლიც გაიტანა ცხადაძის მერე და იმის მერე. მოკლედ შეეძლო, მორტენონსენი იყო მისდენ, ძალიან მოწონდა და რაღაც ანუ აგვერია რაღაცები, ესე მარტივიც არ არის რა, მაგრამ ის თამაში მთლიანად ეხა ცოტა ისეთი ჩანს. ხანდახან მგონია რომ ისეთი ცუდი კადრია ან ფერი ან როგორი ხარისხს ამბო ბნელი ხო რაღაცა გინდა რომ ანთეთ რა რაღაცა ხო თბილისის დინამოს სტადიონზე იყო კაცო მაგრამ ისეთი ბნელია მაგრამ აი მართლა საუკუნის წინ გგონია რა იდეა ხო მაგრამ რა საოცარი იყო გოლიც საოცარი თამაშიც საოცარი ემოციას არა თქვი რო ღირდა დაბრუნდა არა აი მაგ ახლა შეხედე დამბურდა ავტობუსით შესვლას იმაში სტადიონზე ეს ხალხი რო ტიროდა და რო იმას რო გვიკაკუნებენ იმაზე ხო არ მოუდგენ ესე აკეთებს მატჩი ისე აჟრიალებს რომ ესე თავს ისე იმას ნერვულობი ხო 30 კილო მარწყვი თქვი ხა რა იყო და როგორ 30 კილო მარწყვი რაღაცაზე ხო და რამდენჯერ იყო ეგეთი ისტორია მეტი 4ჯერ იყო და ცოცხალია ხალხი დოლიძეზე ვინც ეგ თავანი ჩაბარებული ვერამ კომახიძეს მაგალითად ჩაბარებული აქვს ეგ 30 კილო კი და თავნიკოს და კიჭეს რეაქცია თქვი რომ არაფერი აი იმებით ჩავდიოდით რაღაცაზე უნდა ითამაშო რა ეხლა მაინდა-მაინც ფულზე ხო არ უნდა ითამაშო მაგრამ ნუ აი რაღაცაზე პანჩურიც კლიპურტი შალაბანი სტოპიატი ხო იცი რომ უნდა დაარტყა და გაგარტყას რა სადღაც და მაშ ზაფხული რომ მოდის პირველი ეხლა ხო ხდები ნაყინი და მარწყვი სხვაჯერ ძალიან ბევრი თამაშობდა ლუდი აი როგორც არის რა როგორც ხდება ჩაურევრი რაღაცა ნარდი კვასი მასე რაღაცა ხო სისულელეებზე და რა კვასი და ლუდი მარწყვი ალუჩა სად იყო მოცვი მაშინ არ შემოდიოდა ხო და მარწყვი მე იმას ხო ისა აქვს რა რას ხოდი აქვს გაბათილება ხო უნდა 10 კილო მოდი ან 20 ან არა ან არაფერი მე 20 ხო 20 კილოც ხო უნდა მოიტანო და ესე ადიო ხო ვინ მოგვიგებდა ეხა თან დოლიძეზე გარაჟ თავზე თამაშობდით მაგას მე იყო აი მართლა დედას გეფიცები თუ ვიტყვებოდე თუ იმე ჯამებით ჩამოდიოდნენ ბავშვები კორპუსიდან თან ამხელა კორპუსია ის ხილიანის
არა, ირგვლივ ხა წარმოიდგინე სუესია, 16 სართულიანი სახლებია და ძალიან ხა დღეს აი არ ვიცი ვინც მოისმენს, ცოცხლები არიან თქო რა თქვა, რომ მან მიდიოდა რა, მარწყვის ეთამაში. შენ ეგ არის პერიოდი, როცა სახში ფეხბურთის თამაშიც მოსულა, ხო? როდის არ მოსულა ფეხბურთის თამაში? შენ გონია ეხა არ მოსულა? აქ. ნუ აქ ეხა უბრალოდ ტექნიკა მეტია და არ გატეხავ რაღაცებს, თორე იმ სახს რა უთხარი ბურთით რო არაფერი არ გატყდება რა. კაი რა. მუზეუმი ხო არ არის. გიჯა თამრიკო და თქვენს მიერ დალეწილი ჭაღები და გიჯა თამრიკო არა, გიჯა თამრიკო პირიქით თამრიკო მე გვავიწყდება, მე რო ვისწავლეთ ეს გაგქონდა რაღაცეები. რო ამბობდი? არა, რო დაერთხელ ორჯერ, სამჯერ და მე ხდებოდა, მაგრამ და მე სანამ დავიწყებდით, ვიხსენებდით, რომ ეს ჯობია გავიტანოთ რა, რაღაც გასატეხი და მე ადგილები გვავიწყდებოდა, რა საიდან ავიღეთ. თამრიკოს ახსოვდა რა სადიდო. იცახდა რომ ითამაშეთო რა. არ გვითავა, როგორ არ გვითამაშე ეს აქ არიდო. მე ან ქვედა მეზობელს ეკითხებოდა. ხმაური ჩამოდიოდა თუ. ხო, კარგი მეზობლები ყავდა სხვა შორის და ნუ ესე ვერ ვიტყვი რომ პირდაპირ იწახდნენ რომ გასკდნენ თამაშითო, მაგრამ ხო რაღაცა ხმაური ის მოდავი იცახდნენ, ხო. შოთი ყველაზე ბედნიერი პერიოდი შენ საფეხბურთო ცხოვრებაში. აი ხო იყო ტრაბზონი, იყო აიაქსი. შენ არ მინდა აი სხვა შორის რა ის არის. ისეთი ბედნიერი, აი dream team წერია ეგრეს. იქ ისეთი ბედნიერი ვარ. ვერ წარმოიდგენ რა. მე აი როგორ წარმოიდგინე, აი კადრები ნახე აქ დინამოში რომ თამაშობთ. რომელი? აი ეს დინამო რო თამაშობს. როგორ არა, რა თქმა უნდა. მე ხა 20 წლის მერე დაიწყო მაგის თამაში ბარსელონამ რა. ოღონდ ხა აქედან ჩვენ არავინ კი არავინმეს კი არ უთქვია რომ ესე წრეზე იარეთო. უბრალოდ აი ოდნავ ზედმეტ შეხებებს აკეთებს 1-3 კაცი რა, კინკლაძე, ჯამარაული და აჩიკო არველაძე. დანარჩენი თამაშობს ყველა აი როგორც 1-2 და შევდივართ კარებში. აჩიკო არველაძე. და ვიღაცა იძახის რომ ეგო გამოცდილი დინა, რა გამოცდილი დინამო არის ყველა 18, 19, 20, 18, 19 ყველაზე დიდი არის ალბათ რეზი, რომელიც არის 21 წლის. შოთი დაბრუნდებოდი? რომ აი ამ გაივიდი ამ გზას თავიდან. ალბათ ხო, როგორ არ დაუბრუნდებოდი, როგორ არ აი უკუნეთში იცი რა თუ ჩემი მეგობრები, ჩემი დაკარგული ადამიანები ეხა ბებია ჩემთან და ბაბუა ჩემთან, აბა რას ვიზამდი, ეხა ესეც რომ მიუდგე რა. ახლიდან ჩემი ის ვინც ყველაზე როგორ ხა უცებ სხვანაირად მიუდექი რა ამ იმას. აკვი ეგრე თუ ბრუნდება დრო კი, მაგრამ დანარჩენს ალბათ ეხა რა ვიცი რა, ყველა რაღაცა გაიარათ ეხა ნუ დავბრუნდებოდი, არ დავბრუნდებოდი. ყოველ შემთხვევაში ისევ იქ მივდივარ, რომ ამდენი ოცნება ამიხდა ბერნაბეუზე დავამთავრე კარიერა ეხა ვიღაცას რო ეთქვა 21 61 სკოლაში რო შევედი 0 კლასში ლენა ვალენცოვა იყო ჩვენი ისა რუსულის მასწავლებელი და პირველი დამრიგებელი და დროშები იყო რა ეს რომელი რიგიც იმ კვირაში კარგ ნიშნებს მიიღებდა წინ გვიდგავდნენ დროშებს ეს წარმოიდგინე რა დროა რა ანუ მეც რომ მაგთაობის გავიგე მამა ჩემი დედა ჩემი და ბებია ჩემი და ბაბუა ჩემი მაგრამ წარმოგიდგენია წითელ დროშას რო გიდგავდნენ რა საუკეთესო სხვა რუსულში ჩვენ ხო ძიძა უკრაინელი ყავდა და რუსულს ბავშვობიდან კარგად საუბრობდი და ხუთები ყავდა გრამატიკაშიც და იმაშიც რა ქვია აქვია ქართულ ლიტერატურაში მანახ ხშირად გქონია რომ რა მოგცეს დავალება იგივეას როგორ შეიძლება რომ ეგ არ გამომიძახებს და იგივეა არ ყოფილიყო რომელიმე კვირას. შენთვის ყველაზე ძვირფასი ნივთი რომელიც გაგაჩნია საფეხბურთო თვალსაზრისით ოჯახში რომ ითხრა და მე თუ გვაჩვენებ კიდე უფრო მაგარი. ნივთი არ ვიცი, ნივთი ესე ხა არის, მაგრამ ყველაზე ალბათ უფრო დიდი ჯილდოა ის არის დღეს ქალაქში რომ დავდივარ, ალბათ აი რომ გესალმება ადამიანები, რომ
მოდიან ხელს გართმევენ. დაბადების დღეზე ვიყავი ამხანაგის და ორმა ფორმა მოიტანა ხელი მომწონს სხვის დაბადების დღეს და რაღაც არ ვიცი თქმა იცოდნენ რომ მიდიოდი. არა, რომ ვიქნებოდი და სახლიდან წამოგებული მაისური რომ ხელი მოუწერო. ალბათ ეს არის ყველაზე დიდი ჯილდო რა ესე და დანარჩენი ახლა რაღაცისთვის ხო სულ თამაშობდი, თითქმის ყველა ქვეყნის ჩემპიონი ვარ, სადაც თამაშობდი, ყველა ქვეყნის ბომბარდირი ვარ, სადაც თამაშობდი. ეგეც ხო ამდენი ამხელა ოცნება. ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელებთან ერთად თამაშობდი. ხო მარტო ლაუდრუპი და იბრაგიმოვიჩი რა დღეს. ყველას წინააღმდეგ ნათამაშები ვარ თითქმის ჩემი თაობის. ყველას წინააღმდეგ. ზიდანთან და ბრაზილიელ რონალდოსთან, კრისტიანო რონალდოსთან, მესის გარდა სხვათა შორის. ძალიან მიყვარს აი ეს კრუიფის აი ეს ფოტო სასწაული, აი წარმოიდგინე რა სამასაჟოში. რო დავინახე რომ იწვა, გავგიჟი წავედი ეგეთ მეთქი გადაგვიღე დროზე სარამადგება ხوارთ ხო რა იოხან ერთი 8 ადგება და კიდე დაწექი რა. მარადონა რაღაცა რა ვიცი მე თბილისში მე აი ნივთი ხო მოურინიო და რა ვიცი ეს ნივთები გვაქვს საუკეთესო ფეხბურთელების ვიცი ეს და აჩისისა მაქვს რა ეს აი ეს ამ ფოტოს მაისური რა ქვია ეს რა როცა ვითამაშეთ და ეს არის ერთი ყველაზე მაგარი საოცრება იყო მართლა როდესაც ეს ვითამაშეთ და იცი როგორი ძნელი იყო რაღაც ვერა ავტოგრაფი მოგიწერა ეს თავისია მოწერილი ხო ეს ბრედას მაისურია და ეს არის იმ მატჩის შემდეგ გაწეული ესე ერთად გვაქვს რა ეს მაისური არ იმოშვები ხოლმე სალკე არ ვდებ ხოლმე რა ესე და მაქვს აი ხა რო ინახავ ხო ესე რო ვინახავ ესე ვინახავ ხოლმე იმიტომ რომ აი იმას იმაშვება რა ამ ფოტოს რა მომეც გავშალო რა მქონდეს და იცი ამითხარი თან ვისაუბროთ ამ იმაზე გახსოვს ხო აი ზუსტად შოთი რა ემოცია იყო ეს ხო პირველი თამაში იყო როცა ერთმანეთის ეს იყო პირველი კი წინააღმდეგ ბავშვობაში არ ვითამაშე აი ეზოში ვთამაშობდით ერთმანეთის წინააღმდეგ ხო რომ ანუ ცოტა რომ დაბალანსებულიყო რა გუნდი რომ სიძლიერით ხა მე ორივე აქეთ ვიქნებოდით ეზოში რომ აზრი აღარ ქონდა და ის რა ქვია აიყვანდა თავის გუნდს და მე ჩემ გუნდს ავიყვანდი და ეგრევე თამაშობდით ხოლმე ეზოში და მე ხა წარმოიდგინე ეს არის 97 წელი ხო 97 ეს იყო გასვლა ქონდა ხო სახში და არენაზეარენა 1-0 მოვიგეთ ეს თამაში ვიჩქემ გაიტანა ეგ გოლი მე მახსოვს შოთი მითხარი აჩი და ბრედა და ზოგადად ჰოლანდიაში გადაბარგება თქვენი ტყუპების რა იყო ეს და ზოგადად რა ეტაპი იყო თქვენ ცხოვრებაში? იცი რა იყო როგორ არის რა ქვია ტრაბზონში რომ თამაშობდით და ძალიან სერიოზული გუნდები ყავდათ მაშინაც აი UEFA-ს თასის გახსოვს ჰაჯები და რა ვიცი ძალიან მაგარი ცნელები ძალიან სერიოზული ცნელები მუშაობდნენ სკოლარი კი არა პერეირა სოფლიო ჩემპიონი იყო წარმოიდგინე ისა ბენხაკერი იყო ლეო ამხელა ლეგენდარული ცნელები ყავდათ. აიაქსი რომ მიდიხარ ჰოლანდიაში ხაჩი ბრედაში წავიდა გასაგებია შეიძლება ესე არ აიწია წინ სტატუსით, მაგრამ ნუ ჯვარედინა იოგის მერე და იქ ნათამაშები იმის მერე წავიდა კეონში. მაგარი გოლები აქვს ძალიან. 9 გოლი აქვს თუ არ ვცდები პირველ წელს ხო შეგდებული ხო და ჩემი იქ წასვლა უკვე ის აი ხო ხვდები ხა მაშინ სად არის ამდენი ინფორმაცია პრესკონფერენციაზე მართლა მითხეს ოღონდ ჩემი მოგონილი ხო არ არის რომ ანუ რომელ აიაქსში მიდიხარ მეორეში რაღაცა ბალიში წაიღე და მაშინ ეს არისო რა ხა მაშინ მართლა კოსმოსი იყო რა ესე არ გჯეროდა მახსოვს რომ ჩავედით აი ეს ფოტო მაგ და ხო იცი კალამიც მაგ ხელის შენახული აი კონტრაქტს რასაც მოაწერა ხო აიაქსის მოაწერილი ისე მაგ და რა ქვია
იცი ასეთი ოთახია დიდი და შუაში იყო მაგიდა და ეს ჩემპიონთა ლიგის და რა თასების ეს სოფლიო თასის თასი ეს თასი უფეთას რაღაცები ხო აქვს და შუაში დევს და ეგრევე იქ რო შედიხარ ცოტა ხო იცი აი ცოტა ომახიანად ხო მიდიხარ რომ იმათ უნდა ხარ შენ და შედიხარ რაღაცა ვითომ ჩაცმულ დახურული და მახსოვს მერაბმა უთხრა ჟორდანიამ რომ ისო ეხლა აქო იმედია რომ პირობები არ შეიცვლებოდა რომ ისეთ ოთახში ვართო რომ რა პირობაც არ უნდა თქვათო უნდა დავხტავდეთო ჩვენო და ამიტომ ანუ წნეხის გამო შემოგვიყვანეთო აქო რომ ჩავიფუშოთო ჩვენო არავ ესო უბრალოდ რომ გახსოვდეთო რა სადახართო ხო იცოდეო რომ ყველა თამაშზეო 4 ბილეთი გექნებაო მე ვიფიქრე და გიჟები არის რა 4 ბილეთი მექნება და რა დიდი სამბით მეუბნებია რომ 4 ბილეთი მექნება თითო თამაშზე მე მივხვდი თავი თამაში რომ მოვიდა რომ რამდენი ვინმეს უნდა ეს ბილეთი და პარკინგი და VIP-ის ბილეთი ყავას დაგვალევინებ აბა რას ვიდა მაშინ თან დავიდე შაქრით გინდა არა უშაქრო მირჩიანი ასაკში ვარ მე არა რა კაია ზოგმოეთის 3-4 შაქრის აქ რომ მოდიან ხო სტო არა თან ყავა დავიდე და თან ბლიც კითხვებს დაგისო რაღაცებს საით ვინ გითხრა რომ ყავის გაკეთება ვიცი ან მაგარი ვარ ყავაში ან რაში ყველაფერში მაგარი ხარ და ყავაშიც მაგარი რაში ვარ მაგარი ყავა უნდა გაგვიკეთოს შოთი თურმე დაჯექი რა კონდიციონერში რას მაწვალებთ აჰა შევიდეთ აჰა მოიცადე შოთი წყალი არის თან ბლიცი თან საქმე თან ყავა მოდი დავიწყოთ უცებ უნდა კითხო ეხლა სწრაფად და შენ სწრაფად მიპასუხე ხოლმე ფეხბურთის კიდე აქა ვარ ხო იცი ესე რომ ტაფაზე რომ ხალავდნენ და რაღაც ფეხბურთის ალტერნატივა შენ ცხოვრებაში არსებობს ასეთი მეგონა რომ პოკერი იყო კარტის თამაში აი სადაც შეგეძლო რომ აი რაღაცაით მოწყე რეალობას მოწყდე და ჩაჯდე ითამაშო საათს არ დახედო გამისტენებებით და ამბებით და მეგონა მაგრამ ისევ და ისევ ალბათ მწვრთნელობა მაგრამ აი თუ თამაში უნდა ჩავერთო მაშინ აი დღეს რაღაცნაირად გიჟივით ძალიან მომწონს და თერაპიასავით უდგები ამ იმას რა ქვია პადელს და ძალიან მომწონს და ვთამაშობ და რა ვიცი ძალიან ყოფილი ვარ ყოველ შემთხვევაში ლინფილდი თუ რომელიმე სხვა თამაში არა რას ვიშე რა ლინფილდს არაფერი არ შეედრება პირველი გამარჯვება პირველი გოლია პირველი ისტორია თუ დამოუკიდებელ ქვეყანას გუნდს ნაკრებს რამეს ფუნდამენტურად რაღაცას უმაგრებს ეგ თამაშია და რაღაცები კიდე გქონდა ყავის და არა უჩას კაი არა მაგრამ მაშინ რაცა ქვია იმას რასაც დარიჩინე თუნა რაღაცას კურკუმა არ უნდა ისე არა რაღაცა ძალიან გემრიელს კაი თან შემდეგი კითხვა გოლი თუ საგოლება გადაცემა ესეთი რამე აქ ჩემთვის დათოყიფიანს ნათქვა ხო იცი ხა დათოყიფიანი ყველა არაფერს არის ხო ვიღაცა არ არის რა დათოყიფიანი არის დათოყიფიანი არის ქართული ფეხბურთი რა დათოყიფიანი არის წარსულიც აწმყოს და მომავალიც და ჩივაძეც ხო და რომ ვინ ძეგლი უნდა დაუდგასო იმ ადამიანსო ვინც პირველად პასი გააკეთა აი რო აიღო და რო დაიწყო ხო ეს დებილივით მატაობაო და აკეთა იქით და მეეო რომ მიხვდაო რომ აი ერთხელ დაგეჯახე ორჯერ დაგეჯახე და მიეცი რა ეს პასი რა მაგრამ ალბათ გოლი ესეთი რამეა რა გაგითხრა უგოლო ფეხბურთი მარტო პასებით არ გამოვა ხო რა არ გამოდის რა არის ხა იმ წრეზე და აკეთებ ასე საუკეთესო პარტნიორი მინდორზე
ალბათ აჩი, რეზი, გიო, ჯამარა, ძალიან ბევრი გოლი მაგატანელი დებურების პასებით, მაიკ ლაუდრუპის პასებით, ბრაიან ლაუდრუპის პასებით, ძალიან ბევრი. მაგაში ძალიან ორმაგია? ხო? არა, კარგია, საკმარისია ეს მე ხო. მაგასინჯე ხა მე. საოცარი ყავა. მეც კი არ დაულევია შოთა როდესაც მომზადებული ყავა. გინდა თქვენ მე. შოთი, დინამო, ტრაბზონი, აიაქსი, რეინჯერსი, ალკმარი, ლევანტი. გამოყავი ერთი, სადაც აი ვერა, ყველას თავისი ეტაპი აქვს. არა, როგორ ეხა იქ ტრაბზონში რო წავედით, ხო წარმოგიდგენია რამხელა ის გამოყვა რა. ანუ ჯერ სახლიდან წასვლა მე რაღაც პროფესიონალიზმთან ამხელა შეხება სადაც სახში მარტო სადღაც გადახვეწილი მე აიაქსში ჩადიხარ ხა მოგიყევი შედიხარ ამდენი თასი და ის დგას მე რეინჯერში რაღაცა სხვა ჩვენს იცი როგორი ფეხბურთი თავდასხმელები ყავდათ კანიჯია ტორიან რეფლო საოცარი ყავა ისეთი რა არისო ეხა მარტის ლოვე კრანცი ისინი ესენი დანიის ნაკრებებში და ჩელსებიდან და იქიდან 12 მილიონ ფუნტად იყო 2001 წელია ტორე ნაყიდი. მაშინ იღებდა 60,000 თუ 80,000 ფუნტს კვირაში. წარმოიდგინე რა დრო არის გასკოინები და არა ეხა მარტივი კლუბები არ არის რა ესე მარტივად ვერ ხვდები რა. თურქი თუ შოტლანდიელი გულშემატკივარი? გასხვავდება ძალიან. შოტლანდიას არაზოს არ ძულხარ. ხო, შენ რეინჯერსის გულშემატკივარ, შენ არასოდეს არ შეძულდები რა. Once Rangers, always Rangers. თემა, აი სადაც არ შეხვდები. თურქ გულშემატკივარს აი როგორც შეუძლია რომ აგიყვანოს ცაზე, ისევე შეგიძლია დაგანარჩუნოს. უბრალოდ საბედნიეროდ მე და აჩის ესეთი გამოცდილება არ გვაქვს და დღემდე შემილია საამაყოდ თქვა რომ არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს ჩასვლისას, წამოსვლისას, მისვლისას, მოსვლისას. ამსტერდამ არენა თუ აიბროქსი? არენა კრუიფის სახელობის არის. პირველია ალბათ ევროპაში გადახურული თუ არ ვცდები. ხო? ანუ ეხლა რომ გაიხსენო რა ხალხს აქვს ნათამაშები წარმოიდგინე რა. და ალბათ სადღაც დღესაც თუ არ ვცდები, ეხლა ესე არ შემიმოწმებია, კიდე სამეულში ვარ, ვისაც ყველაზე მეტი 51 გოლი მაქვს გატანილი მაგ სტადიონზე. ალბათ სუარესმა გამასწრო ხუნტელამ და შეიძლება ტადიჩმა აიბროქს. სასწაული აურა აქვს იმასაც. სასწაული აურა. აიბროქსი არის, აი როგორც გესმის, ხო იცი, აი ისეთი ბაუნსი აქვს. შიშის მონგრელი ხო რაღაც. ეგეთი მინდორი არ მახსოვს სხვათა შორის. აი ბერნაბეუზე მახსოვს რა ბოლოს ალბათ, მაგრამ ეგეთი მაგარი მინდორი იმას რო ქონდა, რა ქვია, აიბროქს ეგეთი მაგარი მინდორი არ მახსოვს. მაგრამ არენას ვიბრაცია გულშემატკივრების ტრიბუნაზე ყოველ შემთხვევაში არაარენა ცუდი მინდორი იყო მაგალ როგორც მინდორი და სუის არ ედგა განათებები და ორი ის გადის ორი გვირაბი გადის და სუი იყინება და ფუჭდება და ბევრი ტრავმა ემართებოდათ პახების ბიჭებს და მაგრამ ხე ესე ნუ გაიხედა კრუიფი გამოიხედა ვამბასტენი იქით მიიხედა შაკი შვარცი არ ვიცი ეს კითხვა დაუსვათ ალბათ დაუსვათ მე ყოველ შემთხვევაში მე რამდენი ინტერვიუა შენთან უკვე არ ვიცი მაგრამ ეს მაგარი ყავა ხო მაგია აუღნიშნე და შენ გაატარე არ მომაქციე ყურადღება შოთა თუ აჩი აჩი კაცო ხო რატო როგორ რატო ხა აჩის garaშე რა უბრალოდ შეიძლება რამე რომ საფეხბურთო თვალსაზრისით აჩი ძალიან მაგარი იყო რომ არა ის ხო ნუ ეხა ბავშვობაში რატომღაც მაგას მოუვიდა ეს რა მოტოციკლეტი რა თორე ალბათ მოც ვერ გამოართმევ და ვერავინ კაი შოთა არველაძის მთავარი საფეხბურთო ბედნიერება არის და წავიდეთ წიგნის პრეზენტაცია გვაქვს ის რო ფეხბურთელი გამოვედი ის რო რაღაცა ისევ ამდენი ოცნება ავიხდინე ის რომ ამდენ
ადამიანს შეუძლია ჩემი ნახვა ის, რომ 18 წლის წინ დავამთავრე კარიერა და დღეს, რა ვიცი, პატარა ბავშვები ხვდებიან და რაღაცას იციან ვინ ახარ და ხო პრინციპში სადა აქვს რა ნახე, არა აქვს რა ნახე. ნუ მომენტები თუ ექნებათ ხო, გაგონილი რაღაცა და ალბათ ეგ არის რა. მე მინდა ჩვენ დღევანდელი გადაცემა ჩემი პირველი პოდკასტი ყოველ შემთხვევაში შოთა აროლაძესთან ერთად დავამთავრო იმ წიგნით, რომელიც შენ გამოეცი. აი სანამ ჩემ წიგნზე გადა, რახან წიგნებზე ვსაუბრობთ რა. აი ეს არის. ალბათ წაიკითხავ, შეხედე? წაიკითხე. და თუ ზაშხია. თურქული? თურქების გამოცემული. ოღონდ მოგიყვები ხა ამ ისტორიას რა. მოკლედ. არა, ნუ ეს ჯერ ამას მოვყვები რახან ხა ეს უფრო ეს გაინტერესებს. მოკლედ არსებობს ესეთი ადამიანი რომელსაც აქვს დამთავრებული უნივერსიტეტში ფილოლოგიური. თურქულ ენაზე. თურქია ეს კაცი, მაგრამ წარმოიდგინეთ ქართულად როგორ გამართულად საუბრობს, რომ ქართულ წიგნებს თარგმნის. ხო. და ოღონდ იმაში აკაკი წერეთლის არ არის სახელობის უნივერსიტეტი იმაში ხო არ ვწდები ქუთაისში. აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი. ფილოლოგიური აქვს დამთავრებული რა. ხო და დამირეკა უკვე ჩემი წიგნის გადასათარგმნად. რომ შეიძლებაო რომ შენი წიგნიო გადავთარგმნო თურქულად. ვთქვი ბიჭო, ჩემი წიგნი რანაირად უნდა გადათარგმნო თურქულად. ესა ვარ ის არის რა, აკადემიკოსი, პროფესორი, მთელი ისენია გავლილი და სად დაამთავრე აქ სადმუშაობ, აქ მუშაობ, რა გადავთარგმნე, ეს გადავთარგმნე, ამხელა ისინი წერილები რაღაცა და ჩემი წიგნი მეუთხარ საიდან გაგახსენდა რა. არა, გინდა თუ არა შენი წიგნი უნდა გადა. არა, მეუთხარი არ გადა და ნუ კაცი რაღაცა მამინდა. არ გადავთარგმნი. გითხრა, რაღაცა მამინდა ვიპოვო რა, იმ ქართულ კულტურასა და თურქულს შორის, სადაც სად ვგევართ, სად არ ვგევართ, აქეთ-იქით რაღაცა და მოკლედ. მეუბნები ბიჭო, მართლა თუ ისტორიულადაც თუ წაიკითხავ იქ მოძრაობა, აქ ლაზი, ესა, თურქი, რაღაცა აქეთ-იქით ჭაბუა გადათარგმნე მეთქი, რათა თუთაშხია მეთქი რა. არაო, ეხლა მეუთხარი არ არსებობს მეთქი. თუ ჭაბუას არ გადათარგმნი მეთქი, არ მოგცემს არ მოგცემ. მაშინ მოდი ესე გავი, აი პირდებიო, შევხვდი რა მე რა, რიზელიას ყაჭებს. შევხვდი და პირდებიო, რომ აი ხო არისო რა, კაცის სიტყვაო რა. პირდებიო, რომ შენი წიგნის უფლება მომეციო და რათა თუთაშხიას გადავთარგმნიო. ნუ ხა რაღა უნდა მეთქვა რა, კაცი დამპირდა და გადათარგმნა ჩემი წიგნი თურქულად სხვა შორის გამოვიდა და სულ იმაზეც ვიყავი, რა ქვია, პრეზენტაციაზეც და თუ არ ვწდები 4000 წელი დაიბეჭდა მაშინ და ნუ მთლიანად გაიყიდა ტრაბზონში რა. იქაც ზუსტად ესე ქვია გუშინ. ეხლა ახლიდან მივეც კიდე გადაბეჭდის ისა, რა ქვია, უფლება და ახალი ყდით და ანუ მეტი მასშტაბი რო გაზარდოს რაოდენობა. არ ვიცი ხა რას ზრდიან და რას აზრდიან, რაღაცები შეცვალეს, რაღაცები დამამატებინეს. აი უკვე მე მწვრთნელად რომ მივბრუნდი თურქეთში ეგ რაღაც პერიოდი და ნუ მოკლედ ახლიდან ბეჭდავენ და რაც შეეხება ამას ისე აი როგორც რა ქვია ჩემი მეგობარია პრინციპში შენი კოლეგა დათო თავარდკილაძე იცნობ ალბათ შემიჩნდა რა აი შემიჩნდა რომ მოდი გავაკეთოთ ძალიან მაგარი რამე გავუკეთებია მოდი დავამანებე რა მეთქი თავი რა დამანებე რა და უთვლი რომ მესხი ყიფიანი მეტრეველი ჯივაძე ხურცილავა რა ვიცი ბაიჭაძე არავის ახლა უცებ გამოვენთო მე მეთქი და ну რაღაცა მე კაიაო რომ არაფერი არ გაუკეთებიათ, არაფერი არ დაუტოვებიათ, ესა რაღაცა აქეთ-იქით. რა არ დაუტოვებიათ, მე ვთქვი მაგათმა თუ არა, ну აი რაღაცა ამ სახით რა. ხო. და შემიჩნდა და რომ დავიწყე წერა რაღაც ხეთი პერიოდებია რა ამას არა ესე ესე ვერ მიყვები და ვერ დაწე. რაღაცა ის ის უნდა რა ხასიათი ეთყობა რა, იმიტომ რომ დავიწყე საწყალი ჯემალი გარდაიცვალა მერე, ნუ გავჩერდი მერე დავიწყე, აი ხო ხასიათებით ის მოვდიოდი მერე შუა გზაში მქონდა ეს ყველაფერი მიტოვებული, რაღაც პირველი თავი მქონდა დაწერილი, ბავშვობის თავი რა. პირველი თავი არის ბავშვობის, მე მგონი.
ბავშვობა პირველი ტყუპი ისტორიები ხო და მოვხდი ლევანტეში და ეს გავიკეთე ერთი ოპერაცია და 5 კვირაში მეორე ოპერაცია დამჭირდა რა. და დავრჩი პალმებში, აქვია არაჩვეულებრივ ამინჩი, ეზო მქონდა უშველებელი და ვიფიქრე რომ ისა რა. მეტი რა გინდა? გარემო, დასაწერა. შეუბრუნდი ამას მეთქი და რომ მივცხე სოჭორს მეხმარებოდა ნინჩო ჯიბლაძე ძალიან, რომ ხელით წერდი და ნუ დამაძალა რომ ხوار გავაფრინეო. დაიწყეო იმითიო რა, აკრეფით რა, თუ კომპიუტერზე. ხო, კომპიუტერზე, დათო ტურაშვილს ყავდა ხაზზე რომ რაღაც აქეთ-იქით, მე რა თქმა უნდა მთელი ოჯახის ის გაიარა, რა ქვია, ეს ცენზურა. ესეთი რა დეტალები შეგილია რომ მითხრა რამდენიმე დეტალი რა ჩემი ყველაზე მეტად გამახვილებული ყურადღება. მინდოდა რომ ჩემი მოყოლილი ყოფილიყო რა, აი დათომცა და დაწერა, მაგრამ მე რო კითხულობდით თვითონაც ძალიან ანუ ობიექტურად მითხრა, რომ აი არის მის შენი ხმა, ანუ მომიყევი და რო დაწერე რა. ხო. და მეც რო ყვები, ალბათ არ ვიცი, ნუ რა თქმა უნდა განსხვავებული ვარ ნებისმიერისგან, ვისაც ძალიანაც თუნდაც პატივსცემდეს და უყვარდე, ხო? მე ხო რაღაც არ ვიცი, მე ვარ და всё. და ანუ რო დავიწყე რაღაცა მინდოდა რომ ჩემი თავი მას მექნა რა. გამეგო რა. რო კითხულობდი, აი თან რო გაგეცინება, თან რო გახსოვს და სხვათა შორის რო წერდი, ყველაფერი მახსოვდა. აი გოლი, პასი, დღე, რა ამბავს ავწყვებოდი, აი თითქოს გუშინ ხდებოდა, იმიტომ უფრო ანუ თან წარსულია. ხო. მივხვდი, ნუ დაუბრუნებელია რა, ამ თამაშებს ეხლა რო ვაკეთებ და აი დავთამაშობთ, ჩათვალე რომ აი არ ვიცი, 64-ში ფარადაის არის რა. იმიტომ რომ ვერასოს ვერ მოხვდები იქ, რანაირად უნდა მოხვდე. ეხლა დღეს ხო აი არ ვიცი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ 10 წუთი ვითამაშო კვარასთან ერთად. წარმოგიდგენია? ბიჭებთან ერთად, ნაკრებში, გუშინწინდელი, რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ხო ვერ ბრუნდები, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ რაღაცა ეს ისევ და აი ხალხი რომ მოდის და რომ კიდე რომ გვიყურებს ახლა, ნუ ამაზე მეტი ჯილდო ახლა გაივსო დინამო რა. და აქ რომ წერდი, ხო გეუბნები თითქოს გუშინდელივით მახსოვდა რა, რატომღაც, აი ყველაფერი წუთი, წამი, ვინ ისადის და ვინ როგორ ის და ასაკეთებდა და როგორ აკეთებდა რა. ეს გაყიდვაში არის შუთი? კი, აბა. ჩვენი ეს იყიდება. დიდი ხანია უკვე. 18 წელი გავიდა, მაშა. 18 წელი გავიდა. ხო, მაგრამ ტირაჟი იმდენი იყო, რომ არის და არის. არა, აი იმაშვებიან, ანახლებენ და ხო, მოვიტყუები, რო ვიცოდე. აქვია ტირაჟის ისა, მაგრამ ვიცი რომ სულ განახლდა მერე. ამას მოგიწერ ხელს და გაჩუქებ. არა, ეს მინდა უბრალოდ კარგად ვაჩვენო იმაში, გუშინ, აი ობიექტივში მინდა ვაჩვენო კარგად და რატომ მინდა, რომ როდესაც საუბარია დღეს, როცა ჩვენ გვაქვს შოთი აი ამ გაჯეტების ეპოქაში რო ვართ, ხო? ხო, ცოტა აი ის არ უნდა, ხო და მინდა უბრალოდ რომ შოублებს ვისი შვილები ვისაც შვილები ფეხბურთზე დაგყავთ თუ პატარა ასაკის არიან თქვენ თვითონ აი უბრალოდ შეიძინოთ ეს ციგნი და არა უნდა იმიტომ რომ ბავშვებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ მარტო შოთა არველაძეზე არ ვსაუბრობ ამ შემთხვევაში უბრალოდ ეს თვითონ ეს ფაქტი არის რომ ჩვენ გვაქვს ეხა აქ და კარგია საინტერესოა და მნიშვნელოვანია სპორტსმენებში აი თვითონ თავისი ბიოგრაფია მე თუ არ ვწდები გორგოძემ გააკეთა და რაგბისტებიდან მე მგონი პირველი არის ნამდვილად, მაგრამ არ ვიცი ერთადერთია თუ არა. ეს უნდა გააკეთონ აუცილებლად. ხო, არ ვიცი, ძალიან ბევრ შეუულია, ნუ აი ძალიან დიდი სპორტსმენებს, მაგრამ ეხა არ არის რა, ეს უნდა მართლა მოგიწიოს დაждდომა, რა სხვა შეიძლება დაწეროს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ისა რა ქვია, შენ თვითონ რო უყვები უფრო მეტი ისა აქვს, ანუ შენთან შეხება მეტი აქვს რა. ესე მგონია ყოველ შემთხვევაში, შეიძლება ვცდები რა ვიცი, ვინც კითხულობს, ვინც აიკითხა იმან უკეთიცის რა. და მოკლედ ეს ორი წიგნი ერთმანეთთან კავშირშია და მე რომ
მე რო გადათარგმნა ორი ტომია რა. ხო. პირველი და მეორე დიდი პატივით მივიღე საჩუქრად რა. ძალიან დიდი მადლობა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი ინტერვიუ იყო. მაგისთვის არ გვეცალა, ჩემთვის დესერტი იყო შენთან ინტერვიუ და შენი გაკეთებული ყავა. შოთა არველაძე იყო ჩვენი დღევანდელი პოდკასტის სტუმარი. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ ზოგადად არველაძეებს ჩვევიათ გულწრფელი საუბარი და ამიტომაც მიყვარს ამ ადამიანებთან ურთიერთობა. ზოგადად ამ ოჯახთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ყოველთვის არიან ძალიან ალალები, ძალიან გულწრფელები და ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ. ამიტომ მე ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი ინტერვიუთი. ფანტასტიკური იყო შოთას გაკეთებული ყავა და მოხარული ვარ, რომ ეს ჩვენი საუბარი შედგა. მოდი ხოლმე ყავაზე. ვიდრე დაგემშვიდობებით, გეტყვით, რომ ასეთი ინტერვიუები გაგრძელდება, იქნება ძალიან საინტერესო, იქნება ძალიან დინამიური, ამიტომ თუ გინდათ რომ ჩვენ ვიყუროთ, უნდა გამოგვიწეროთ YouTube-ზე თვალიშვილთან და შესაბამისად ძალიან მაგარ ვიდეოებს იხილავთ. ინტერვიუების სახით, არქივის სახით და რასაკვირველია, ვიქნებით ყველგან, სადაც მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენები ხდება.